ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციის მუშაობის მეორე დღე დასრულდა. მთელი დღის განმავლობაში ევროპელი პოლიტიკოსები საქართველოს პარლამენტის შენობაში მუშაობდნენ. დღეს შალვა პაპუაშვილთან შეხვედრით დაიწყო საუბარი დაგეგმილზე 1 საათით მეტხანს გაგრძელდა. დღის მეორე ნახევარში შეხვედრა გაიმართა ქართული ოცნების ცალკეულ წარმომადგენლებთან. დელეგაციამ კრიტიკული შეკითხვები დასვა ახალ კანონებსა და პარტიების აკრძალვის პროცესზე. ამ შეხვედრების პარალელურად ქართული ოცნება სატელევიზიო კომენტარებში ისევ თავს ესხმოდა ევროპელ სტუმრებს. სალომე ლაბაძე გვერდება პირდაპირ ეთერში პარლამენტის შენობიდან. სალომე, რა კონკრეტული გზავნილები მოვისმინეთ მხარეებისგან? ევროპის საბჭოს დელეგატებმა პარლამენტის შენობა ჟურნალისტებთან კომუნიკაციის გარეშე დატოვეს. ქართულ ოცნებაში კი გვეუბნებიან, რომ დელეგატებისგან რაიმე შეფასება მათ არც შეხვედრების დროს მოусმენიათ. თუმცა დელეგატების პოზიციაზე თავად მათ მიერ დასმული შეკითხვები შეიძლება ითქვას, რომ ბევრს ამბობს, რადგან როგორც მოსაოდნელი იყო და როგორც ეს ოცნებაშიც დაადასტურეს, ევროპის საბჭოს წარმომადგენლებმა დღეს შეკითხვების დიდი ნაწილი დასვეს ოცნების მიერ მიღებული კანონების შესახებ. ამ კანონების უმრავლესობას ევროპის საბჭო რომ რეპრესიულად აფასებს და აფასებს როგორც გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობას საქართველოში, ეს უკვე გამოიხატა მათ მიერ მიღებულ არაერთ რეზოლუციაში და ასევე პასეს შეშფოთების საგნად რჩება ქართული ოცნების გეგმაც, რომელიც ითვალისწინებს პარტიების აკრძალვას, რასთან დაკავშირებითაც ახლაც მიმდინარეობს პროცესი საკონსტიტუციო სასამართლოში. ამიტომ შეხვედრას ქართული ოცნების წარმომადგენლებთან დღეს არც ამ თემაზე საუბრის გარეშე ჩაუვლია, რაც მოგვიანებით ჟურნალისტებთან თავად ოცნების წარმომადგენლებმაც დაადასტურეს. პასეს პოზიცია, როგორც უკვე გითხარით, ამ თემებთან მიმართებით არის კრიტიკული, რაც მათ მიერ მიღებულ ბოლო რეზოლუციაშიც გამოიხატა, რომელშიც ისიც კი აღინიშნა, რომ ოცნების მმართველობის პირობებში საქართველოში დემოკრატიის არსებობაც კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას. რაც შეეხება ქართული ოცნების რეაქციას, ეს რეაქცია არის ტრადიციული და როგორც მანამდეც ყოველთვის დღესაც დელეგატებთან შეხვედრების დასრულების შემდეგ ქართული ოცნების წარმომადგენლებმა კრიტიკაზე პასუხად აირჩიეს პარტნიორებზე თავდასხმა. ისინი ამისთვის ძირითადად საბაბად იყენებენ 4 ოქტომბრის მოვლენებს და ევროპის საბჭოსგან ითხოვენ ამ მოვლენების როგორც ძალადობის დაგმობას, თუმცა ამ დრომდე ქართულ ოცნებას სასურველი პასუხი პარტნიორებისგან არ მოусმენია, რის გამოც ოცნებაში ამბობენ, რომ ეს დუმილი უნდა შეიძლება შეფასდეს და შეიძლება აღქმული იყოს ძალადობის მხარდაჭერა. ჩვენ სწორედ ასეთი შეფასება მოვისმენთ დელეგატებთან დასრულების შემდეგ მაგალითად არჩილ გორტულაძისგან. ვაწოდეთ ჩვენი პოზიციები მთელ საკითხებთან დაკავშირებით, რომელთა შესახება შესაძლებელია და არსებობს განსხვავებული მოსაზრებები. კიდევ ერთხელ დავაფიქსირდეთ, რომ ჩვენს ქვეყანაში მიღებული არც ერთი კანონი არ არის განსხვავებული, თუნდაც ევროკავშირის რომელიმე წევრის სახელმწიფოსგან. პირიქით, მთელ რიგ შემთხვევებში იქნება შეკრებებისა და მანიფესტაციებთან დაკავშირებული კანონმდებლობა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში მიღებული კანონმდებლობები, ცვლილებები გაცილებით უფრო სუბუქიც კი არის, ვიდრე ეს არის სხვა ქვეყნებში. სამწუხაროდ შეხვედრის დროს ვერცმე მოვისმინე კონკრეტული შეფასება 4 ოქტომბერთან დაკავშირებით, რაც ძალიან გულდასაწყვეტია, რბილად რომ თქვა და ეს სიჩუმე უფრო ხმამაღალია ვიდრე ის ნებისმიერი განცხადება, რომელიც შეიძლება გაკეთებული ყოფილიყო, რაც ძალიან გულდასაწყვეტია. მათ მაქსიმალურად შეინარჩუნეს დუმილის უფლება, იმ გაგებით რომ მათი გადმოსახედიდან ისინი ამ ვიზიტის ფარგლებში არაპირებდნენ რაღაც დამატებითი შეფასებების გაკეთებას. მათი მთავარი როლი ამ შემთხვევაში არის მოსმენა პოლიტიკური აქტორების მხრიდან, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების მხრიდან, მედიის წარმომადგენლების მხრიდან და ამ ვიზიტის საფუძველზე შემდგომ ინფორმირება ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის როგორც წევრების, ასევე თავად ადმინისტრაციის. რაც შეეხება პასეში მონაწილეობას, აქ დიდი დისკუსია ამ მხრივ რაღაც საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ჩვენ ვიცით, საზოგადოებამაც არაერთხელ მოისმინა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის გენერალ-მდივნის მხრიდან, ევროპის საბჭოს პრეზიდენტის მხრიდანაც სურვილი, რომ საქართველო დაუბრუნდეს ამ პლატფორმას, საპარლამენტო პლატფორმას და ჩვენი პოზიციაც საჯაროა და მეც სხვათა შორის იგივე ჩემ კოლეგასთან ერთად იგივე პოზიცია დავაფიქსირე ამ შემთხვევაში, რომ ჩვენ მზად ვართ ნებისმიერ წამს თავიდან ხელახლა ჩავერთოთ საპარლამენტო ასამბლეაში, ნებისმიერ წამს მას შემდეგ, რაც ის უსაფუძვლო ეგრეთ წოდებული პირობები, მათ შორის ახალ არჩევნებთან დაკავშირებით იქნება უკან წაღებული.
ვიდრე ოცნების ცალკეულ წარმომადგენლებსაც შეხვდებოდნენ, სამუშაო დღე ევროპის საბჭოს დელეგატებმა პარლამენტის შენობაში შალვა პაპუაშვილთან საუბრით დაიწყეს, რომელიც იმაზე ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარეობდა, ვიდრე ეს წინასწარ იყო განსაზღვრული, რამაც ბუნებრივია რომ მიიქცია ჩვენი ყურადღება, თუმცა შეხვედრის გაჭიანურების მიზეზებზე, მიუხედავად იმისა, რომ ასევე მოსაოდნელი იყო პაპუაშვილს ესაუბრა ჟურნალისტებთან, ოცნების პარლამენტის თავმჯდომარეს მედიასთან არაფერი უთქვამს. მან მოგვიანებით სოციალურ ქსელში გაავრცელა პოსტი, რომელშიც უპასუხა ევროპის საბჭოს მთავარ მოთხოვნას, რაც დაკავშირებულია საქართველოში ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასთან. შეგახსენებთ, რომ პოლიტპატიმრების გათავისუფლებასთან ერთად სწორედ ახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებაა ის დათქმა, რომლის შესრულების შემთხვევაშიც გეგმავდა პასე, რომ საპარლამენტო ასამბლეაში ქართული ოცნების დელეგატებისთვის მუშაობის გახანგრძლივების შესაძლებლობა მიეცა, თუმცა ქართულმა ოცნებამ არ ისურვა ამ პირობების დაკმაყოფილება და ამის ნაცვლად თავად შეწყვიტა მუშაობა საპარლამენტო ასამბლეაში. ოცნებაში ამბობენ, როგორც მოისმინეთ, რომ ისინი არც აპირებენ ამ გადაწყვეტილებას გადახედონ, ეს გადაწყვეტილება შეცვალონ და ამის ნაცვლად თავად ითხოვენ ახლა ევროპის საბჭოსგან, რომ მან წაიღოს უკან არჩევნების ჩატარების შესახებ მოთხოვნა, რადგან როგორც პოსტში შალვა პაპუაშვილიც აღნიშნავს, 2024 წლის არჩევნები ქვეყანაში არ გაყალბებულა და ეს დადასტურდა უკვე წელსაც, როცა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ორმა ოპოზიციურმა პარტიამ, ლელოს და გახარიას პარტიამ მიიღო მონაწილეობა. დღეს შეხვედრა ევროპის საბჭოს დელეგატებმა გახარიას პარტიის წარმომადგენლებთანაც გამართეს პარლამენტის შენობაში. მე შეგახსენებთ, რომ ამ პარტიამ მას შემდეგ, რაც მიიღო მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში, ბოიკოტის გაგრძელება უარი განაცხადა და უკვე ქართული ოცნების ერთპარტიულ პარლამენტში შემოსვლის გადაწყვეტილება მიიღო. დღეს კი მათ უკვე ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ შეხვედროდნენ ევროპის საბჭოს დელეგატებთანაც და როგორც ირკვევა, ამ შეხვედრაზე მათ ძირითადად სწორედ ბოიკოტის დასრულების მიზეზებზე ისაუბრეს. შეფასებები არ მოგუსმენია და მათ ეს ახსნეს იმით, რომ მათი ვიზიტის ამ დელეგაციის კონკრეტულად მიზანი შეფასებების გაკეთება არ არის. დელეგაციისთვის მთავარი მიზანი არის ინფორმაციის, ასე ვთქვათ, შეგროვება, გაანალიზება, მათაც უთხარით ჩვენი პოზიცია ბოიკოტთან დაკავშირებით, რომ ეს იყო შეცდომა, ასევე უთხარით, რომ შეცდომა იყო მუნიციპალური არჩევნების ბოიკოტი, რამაც მხოლოდ და მხოლოდ დააზიანა ოპოზიცია. რა თქმა უნდა, ვისაუბრეთ 4 ოქტომბრის პროვოკაციაზე, რაც სამწუხაროდ, რამაც ასევე დააზიანა ოპოზიცია და ნუ ამოხსენით ყველა ის გარემოება და ფაქტორი, თუ რატომ მივიღეთ პარლამენტში დაბრუნების საშუალება. ოცნება ყველაფრის ღირსია, ესე ცალკე ოცნებაზე თუ მეკითხებით, მაგრამ ჩვენ უფრო დიდ სურათს უნდა შევხედოთ, უფრო ფართო სურათს უნდა შევხედოთ და დავსვათ როგორც მინიმუმ კითხვა. ამით ხო არ ზიანდება საქართველოს ევროპული მომავლის პერსპექტივა. თუ საზოგადოება, ქართველი ხალხი შეთანხმდება, რომ აი ამ ყველა ამ პლატფორმის უგულებელყოფა და იქ, ასე ვთქვათ, ჩვენი წარმომადგენლობის არ ყოფნა ეს აძლიერებს საქართველოს ევროპულ მომავალს. კი ბატონო, მაგრამ ამაზე კითხები უნდა დაისვას. იასთან და გიორგი ვაშაძე. დიახ, ამის პარლამენტის შენობაში პასეს დელეგაცია მუშაობა დაასრულა, რაც შეეხება მათ პირველ სამუშაო დღეს. გაგახსენებთ, რომ გუშინ ევროპის საბჭოს დელეგატები უკვე შეხვდნენ იმ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომლებიც 26 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებულად გამოცხადების შემდეგ რჩებიან ბოიკოტის რეჟიმში და ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებსა და ცალკეული მედია საშუალებების წარმომადგენლებსაც, რომლებიც მათ შორის პასეს მიერ მიღებული რეზოლუციების მიხედვითაც წარმოადგენენ ქართული ოცნების შეტევის სამიზნეებს. რაც შეეხება ხვალინდელ გეგმას, დღის წესრიგის მიხედვით პასეს დაგეგმილი აქვს შეხვედრა ოცნების საპატიმროში მყოფ ნიკა მელიასთან, ზურაბ გირჩი-ჯაფარიძესთან და გიორგი ვაშაძესთან და ასევე ქართული ოცნების ტყვე ჟურნალისტთან ზია ამაღლობელთან, თუმცა აქვეა მითითება იმის შესახებ, რომ ამ შეხვედრების ორგანიზება დამოკიდებულია საქართველოს პარლამენტზე, რაც ბუნებრივია, საეჭვოს ხდის შეძლებენ თუ არა პასეს დელეგატები შეხვედრას ოცნების საპატიმროში მყოფ ამ პირებთან. ამ შეხვედრების დასრულების შემდეგ კი დელეგაცია გაემგზავრება საქართველოდან და სავარაუდოდ მათ შეფასებას იმის შესახებ, თუ რაც მოისმინეს ქვეყანაში ამ შეხვედრების დროს, ჩვენ უკვე მოვისმენთ შესაბამის ანგარიში.